მარიამ კუბლაშვილი შემოგვიერთდა და დღეს მე მგონი ისეთ თემაზე ვსაუბრობთ ნებისმიერ მოქალაქეს რომ დაინტერესებს მანქანავისაც ყავს თუმცა ფეხით მოსიარულეების თემასაც შევეხებით რა შემთხვევაში და როგორ უნდა გავასაჩივროთ ჯარიმა თუ კი ვთვლით რომ პატრულმა ის ასე ვთქვათ უსამართლოდ და დაუმსახურებლად დაგვიწერა მარიამ როგორ უნდა მოიქცეს პირველი კითხვა გასაჩივრება აბა კარგი მაშინ მოდი ასე ვკითხავ რისი უფლება აქვს პატრულის თანამშრომელს და რისი უფლება მაქვს მე ასე იყოს ჯერ მოგესალმებით და პირველ რიგში და განმარტოთ რომ როდესაც პატრული გვაჯარიმებს ეს რა ურთიერთობაა ან კანონიერი ეს ურთიერთობა რეგულირდება სპეციალური კოდექსით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ეს არის უკვე ჭრილებში ვიტყოდი ადმინისტრაციული დანაშაული და რა თქმა უნდა დანაშაული არ ქვია ამას გადაცდომა და ადმინისტრაციული სახდელის ერთ-ერთი სახეა, როდესაც გვიწერს ჯარიმას. და სწორედ ასე უნდა მოვიძიოთ კოდექსში, თუ რა უფლებები გვაქვს შემდგომ ჩვენ. პირველ რიგში დავიწყოთ, თუ არ დავარღვევთ არც დაგვიწერენ, მაგრამ ჩვენს ქალაქში ცოტა უცნაური რამეები ხდება. რატო წერენ? ყველა ერთმანეთს იცნობს. ხშირად შესაძლებელია პატრულის თანამშრომელს რაღაცა ინტერესი კონდეს და უბრალოდ გააჩეროს და დააჯარიმოს. ეგეთებიც ხდება? ეს არის გამონაკლისი, მაგრამ ხშირად ხდება. ან ცუდად გამოხედა, ან არ მოეწონა გოგონას საქციელი, ან ღიმილი, ან ცოტა ესეთი უხეში დამოკიდებულება და უბრალოდ მიზანში ამოიღო და გადაწყვიტა რომ დააჯარიმოს. და მიყვა ეს ბოლომდე შევქმნა ესეთი ნუ რა თქმა უნდა მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, მაგრამ ნუ ერთხელ იყო ჩემს პრაქტიკაში. ანუ ყავდა ესეთი ვისაც ტყუილა მხოლოდ იმიტომ რომ მათ სულად გაიღება გამოუწერეს ჯარიმა. მართლა არ ვიყავი დაუნაშავე და ანუ მივდიოდი პირდაპირ და სავარიო მდგომარეობა შექმენია, მაგრამ ეს ნამდვილად იქ არც კამერები არ იყო. და რა უნდა იცოდეს ხო, ვერაფრით ვერ დავამტკიცე და მე გინდოდა რომ პატრულზე გამაეჯარიმე. მაგრამ პატრული ისე კეთილად მეკცევა, ისე იმიტომ რომ არის თურმე კანონში წერია ზოგადად მასა რომ როდესაც გულწრფელად მოინანიებ, კანონში წერია არის რაღაცები, რაც უნდა ისეთი ურთიერთობა დაამყარო, ან ისეთი მიზეზი თქვა, რაც პირდაპირ გაქვს კანონმდებლობით ეს შემსუბუქება მინიჭებული. ან კიდე უბრალოდ როდესაც დაუწყებ დავას, ეს გავიწყდებათ რომ ქალები ხარ და პატრული უფრო მეტად გცემთ პატივს, ვიდრე მამა. თუ პატრულის ხალია, მე გეტყვით რომელი ადამიანი გვახსოვს კი, მე გეტყვით ვისარგებლობს ასეთი უპირატესობით. ჯერ პირველ რიგში გულწრფელი მონანიება, თუ პატრული მოვიდა და თქვენ გითხრათ, თქვენ დაარღვეთ და ახლა რომ დაუწყებ, ახლა ჩვენ გვაქვს ფართოდ ცნობილი სიუჟეტები და ესეთი ამბები, რომ პატრულს როგორ ესაუბრებია. ასეთი მე მგონი პატრული თქვენ რომ იყო წარმომდგენია, ანუ მეც რომ ვიყო, როგორ მოვიქცეოდი ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ მე გულწრფელად ვნანობ ჩემს მე ნამდვილად შეცდომა მომივიდა, მაგალითად საუბრობდი ტელეფონით, მაგრამ ნუ მე მივდიოდი მაგალითად გადაცემაზე და დამირეკა ჩემმა პროდიუსერმა. ძალიან დიდი ბოდიში მოხდა. მე კანონი დავარღვე. კი, ვიმსახურებ რა თქმა უნდა კანონის დარღვევით, მაგრამ გულწრფელი მონანიება პირდაპირ წერია. ესე გულწრფელი მონანიება პირდაპირ წერია, რომ არის შემამსუბუქებელი გარემოება, ეს შეუძლიათ რომ პატრულმა გაგათავისუფლოთ. იმიტომ რომ ამას გამომიწერა შენილად 10 ლარიანი ჯარიმა. კარგად ვერ მოინანია. მე გეტყვით რომ სხვათა შორის პატრულის ბევრმა თანამშრომელმა ამის შესახებ არ იცის და მოქალაქეს უჩანს იმის ეჭვს, რომ თითქოს და ის დაინტერესებულია ჯარიმის გამოწენის ოდენობით. თითქოს რაღაც გეგმა აქვს შესასრულებელი. მე ვიცი რომ ეს შიდა სამზარეულოა და ჩვენ არ გვაქვს ამის განხილვის უფლება, მაგრამ მოქალაქეებს ჩვენ გონია, ბოდიშით პატრულის თანამშრომლებო, რომ თქვენ გეგმა გაქვთ შესასრულებელი, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა ისეთი გადაცდომები, რომ თქვენ შეგიძლიათ პირიქით უფრო მოქალაქე უფრო მადლიერი იქნება, უფრო მის შინაგან მდგომარეობაზე, რომ იმან აღარ გააკეთოს და გამოსწორებისთვის და მომავალი დანაშაულის და გადაცემის თავიდანაც მანქანაზე არ არის. მე მაპატიებ. თქვენ ძალიან კეთილ რაში ყოფილა და თითქოს და არ შედიხართ ჩვენს მდგომარეობაში და ასე შემდეგ გვიწერთ მაქსიმალურად. მაგრამ რამდენი ადამიანის მდგომარეობაში შევიდეს? არა, რამდენი გააჩნია მდგომარეობაში შეხვიდე ადამიანის, ვინც საჭესთან ზის და არ ღვევს. ეს ჩემს კანონი არის სახიფათო, ასევე სხვისის. გეთანხმები.
გეთანხმებით. მე ახლა ესე განვარცხე ეს თემა. კანონი გვეუბნება, კანონში წერია, არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებები. ორსული ქალის ერთ წლამდე ბავშვი ვისაც ყავს მცირეწლოვანი, აი ასეთ დროსაც შეიძლება რომ შემამსუბუქებელი იყოს. თუნდაც ინეჯდეს ბავშვი? არა, როდესაც ყავს, თუნდაც სახლში. ეს გულისხმობა არის, ესე იგი, კი, ერთ წლამდე ბავშვის დედა, მშობელი, მას აქვს ეს შემამსუბუქებელი გარემოება. ზოგადად ვინ არიან თუ სისხლის სამართლის პასუხისგებლობა დადგება 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ეს უნდა იყოს 16 წლის ასაკს მიღწეული პირი აუცილებლად. ანუ 15 წლის პირს ვერ დააჯარიმებენ. და ამაჩემს მართლა მოუპარეს სიტყვაზე 15 წლის ვარ ვერ მაჯარიმებენ. ეს უკვე მამაშისაც ეს ცოტა უკვე სხვისი ნივთის უკანონო ეს უკვე სისხლის ეს უკვე დანაშაული მოუპარე წამოიღება თუ სხვისი საკუთრება განკარგე თუნდაც მამისგან ეს მისინება თუ ის განაცხადებს რომ ჩემი საკუთრება განკარგა მან შემდეგ კითხვის გარეშე ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა ვიცოდეთ რომ ეს უნდა იყოს 16 წელს აი სხვათა შორის 16-დან 18 წლამდე თუ მოხდება ეს დარღვევა ესეც შემამსუბუქებელი გარემოება როგორც არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი სამართალ დარღვევა 16-დან 18 წლამდე ბავშვებს ცოტა ვუბიძგებთ მე ხშირად ვამბობ ამ რუბრიკის დროს არა რა თქმა უნდა ნუ ეს არ გადაარჩენს არ დაიჯეროთ გასაჩივრების წესზე ვისაუბროთ რა უნდა გავაკეთოთ როგორ ხდება პირველ რიგში როდესაც პატრული მოგვიახლოვდება მოდი ვთქვათ ჯერ რისი უფლება აქვს პატრულს და მე გადავიდეთ როგორ გავასაჩივროთ როგორ უნდა მოიქცეს პატრული და ჯერ მაგალითად ჯერ ვთქვათ თქვენი უფლებები მძღოლის უფლებები მე მაქვს აქ გაკეთებული შეგიძლიათ ნახოთ კი ბატონო საპატრულო პოლიციელი მანქანის გაჩერებისთანავე ვალდებულია აგიხსნათ დარღვევის სახეობა და დაგისახელოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისი მუხლი ანუ განგიმარტოთ თქვენ რა დაარღვიეთ და რომელი სამართალდარღვევის რომელი მუხლი არ ვიცი ასე რომ შეიძლება თქვენ შეგიძლიათ კითხოთ უკაცრავად მე ციფრით ვერ მივხვდები მომიღები რა წერია მაგმუხლში კონკრეტულად რა დავარღვიე ეს არის უკვე ჩანგიმარტავს კი მან უნდა განგიმარტოს ეს მისი ვალდებულებაა კანონით დაკისრებული პოლიციას თუ პატრულს არ ეთანხმებით ადმინისტრაციული კოდექსის 240 მუხლის თანახმად ახსნა განმარტებაში აუცილებლად უნდა აღნიშნოთ რომ პოლიციელის მიერ მითითებული მუხლი არ დაგირღვევიათ რაც საშუალებას მოგცემთ 10 დღის ვადაში უკვე მივედით გასაჩივრების 10 დღის ვადაში სარჩელით ვიმართოთ სასამართლოს ჩვენ განგვიმარტა პატრულის თანამშრომელმა რომ ჩვენ დავარღვიეთ ეს და ეს მუხლი რომ ჩვენ ღერძულა ხაზი გადავკვეთეთ ან ასე შემდეგ თუ უარყოფთ როდესაც მოგვიტანს ახსნა განმარტებაში გვიძლია დავწეროთ იგი ჯარიმის ქვით არ წარმოგვიდგენს და გთხოვს ხელი მოაწერეთ არ მოწერა არის დაუმორჩილებლობა მაგრამ იქვე აღნიშნავთ განმარტებაში რომ მე მართალია დამეწერა ეს ჯარიმა თუმცა მე ამ ჯარიმას არ ვეთანხმები ეს ძალიან საინტერესო ეს აუცილებელია მე ვეღარ გაასაჩივრებთ თუ ეს არ მიუთითეთ იქვე ოქმზე უნდა მიუთითეთ და თუ შეიძლება ახსნა განმარტება მომეცით უფლება რომ ახსნა განმარტება დავწერო და ის აუცილებლად ოქმს მოგაწვდით და ის ვალდებულია ეს მაგრამ მარიამ მე მომდის ვიდეო ჯარიმები რომ ან ელექტრონული პოლიცია მოყვება და არც რაღაცა ვიდეო ჯარიმებზე ერთ რამეს გეტყვით მე მგონი იცით რომ თუ ხელი არ მოაწერე ანუ უფლებამოსილმა პირმა არ ჩაიბარა ეს ჩაბარებულად არ ითხოვდა ხო სახლი ყინაღამ დამიყადაღეს არ მოწერილი ხელის და დაკარგული არასწორია ეს არის არასწორი რატო არ გაასაჩივრე მე შემიძლია ამ საკითხზე ვიყო შენი წარმომადგენელი სასამართლოში და მოვითხოვო უფლებების აღდგენა. ეს არის პირდაპირ თუ თქვენ არ ჩაგბარებიათ, ეს არის გამორიცხული. მე სახლში აღარ მომდის. კიდევ ერთ რამეს გეტყვით, რომელიც არავინ არ იცის. ძალიან ეშმაკურა. ვიცით ახლოს. საინტერესო. 6 თვის მანძილზე თუ თქვენ არ ჩაიბარეთ პატრულის ჯარიმა, ვიდეო ჯარიმა, ქარწყლდება ეს ჯარიმა. მაგრამ მარიამ ერთი წუთით რა ქარწყლდება 2 წლით გადავახვა მე უკვე 2 წელია სახლში არანაირი ოქმი არ მომდის მოკლე ტექსტური შეტყობინებით არაფერს არ ნიშნავს მოკლე ტექსტური არ გადამეხადა ის ჯარიმები შეგიძლიათ არ გადაიხადოთ მაპატიეთ ძალიან დიდი ბუდიში რომ ამას ვამბობ მაგრამ მე კი არ მივუთითებ მაგრამ
მოკლე ტექსტური შეტყობინება არ ითვლება მტკიცებულებად. ის რომ თქვენ ეს მიიღეთ, შესაძლებელია თქვენ ტელეფონით თან არ ქონდათ, ან ასე შემდგომ თქვენ შეგიძლიათ ამტკიცოთ საპირისპირო. ეს არის უბრალოდ მათი მხრიდან ცდილობა იმისი, რომ თქვენამდე ინფორმაცია მოაწმო. გასაგებია. ოქმისა და რეტო არ ეჭვი მაქვს რომ საქართველოში თავისი უფლებები ამ დარგში არავინ არ იცის ზუსტად, არ იცის ის რომ არ ეთანხმება, მაგრამ მოითხოვოს ოქმი და აუცილებლად ახსნა განმარტება დაწეროს და ის მომენტი რომ მას მოუვიდა შეტყობინება, ეს არ ითვლება ჩაბარებად, თუ ის თვითონ არ მოაწერს ხელს, ან უფლებამოსილი პირი, მაგალითად თქვენი დედა, შესაძლებელია თქვენს ოჯახში მოიტანონ და ვინმე მესამე პირმა მოაწეროს ხელი, ესეც ჩაბარება სადავო ეს იყო დრო, როდესაც პოსტიდან მომდიოდა შეტყობინება, რომ მე პოსტაში უნდა მივიდე. არა, მოაქვს აუცილებლად. შეტყობინება მოდის და პოსტა გიწერს, აუცილებლად იბარებ. ნანიკო გამოცხადით ამა და ამის სამართზე. და ესეც თქვენი ნემა. ანუ ხელში თუ არ მოგცა, შენ უფლება გაქვს. სანამ თქვენი ხელმოწერა და 6 თვის მანძილზე თუ მათ ვერ მოახერხეს რომ ჩაგბარდათ, ის ჯარიმა ქარწყლდება. უქმდება. მე დამიბრუნე ჩემი ჯარიმებში ხო ეს 6 თვე თქვი ეს ვადა. 6 თვის ვადის შემდეგ ქართულ. ზოგი ახლა არ მინდა რომ ეს ცუდად გაიგონ. ეშმაკურად გაიგონ ის იმ ადამიანებმა, ვინც ამას შეიტყობს და განზრახთავი არიდონ. აქაც იქნება რაღაც მექანიზმები. არაფერი მექანიზმი არ არის. თუ არ ჩამოაწერ ხელს, ეს ჯარიმა გაუქმდება. ამიტომ გამოჩხრით. ასეთ საინტერესო რამებს ვეძებ იგივეა City Park-ი, კი ბატონო, საინტერესო კითხვა. საქარემინასთან თქვათ, ქვითარი, იმას ხელი თუ არ მოაწერს, შეიძლება არაფერს აი მე გაგცხილებ ადმინისტრაციულ და სამართალ დარღვევაზე, თუ თქვენი ხელმოწერა არ არის, მას არ აქვს კანონიერი ძალა. აი ესეც მას არ აქვს სავალდებულო ძალა. თუ თქვენ არ გადაიხდით, უბრალოდ არ ჩაგბარდებათ და არ მოაწერთ ხელს 6 თვის განმავლობაში, ეს ჯარიმა გაღადაგდა პატრულმა მარიამ. მაპატი City Park-ის წინააღმდეგ პირველი მე ვიყავი, ვინც გამოვედი და ბრიფინგი ჩავატარე. ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ და ასე შემდეგ, მაგრამ იმიტომ რომ იყო რაღაც გადაცდომები. თუმცა მიმეჩნია რომ არა City Park-ი და რომ არა პატრული ჩვენს ქვეყანაში არეულობა ხდება და ნამდვილი ქაოსი იქნებოდა. მინდა ყველა მადლობა გადავუხადოთ. კანონიერი მძღოლი არის, მე მგონი, საწინდარი ჩვენი ცხოვრება. ხო, მაგრამ ჩვენ ვარაუდობთ ჩვენი უფლებების ცოდნაზე, ეს არ არის, მე მგონი, ცუდი არაფერი არ გვითქვამს და პატრულის თანამშრომელი რომელიც ქედმაღლურად საუბრობს ამ დამამცირებლად ან მას არ აქვს ამის უფლება. მას არ აქვს ამის უფლება. იგი ვალდებულია ხოლმე მანქანიდან. კი, რა თქმა უნდა, თქვენ ეს არის დამორჩილება. მე პოლიციელისგან დაუშვებელია ნახეთ ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი. აი რომ გითხრათ, რომ საყვარელო გენაცვალე იქნება ასეთი რამ რომ გითხრათ პატრულმა, თქვენ შეგიძლიათ მას პირიქით თუ თქვენ არ ღვევთ კანონს, თქვენ არ ღვევთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსს და წესებს, რომელიც თქვენ გაქვთ. გავაგრძელოთ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მოქალაქესთან ურთიერთობის დროს პოლიციელს ეკრძალება, ეს უნდა იცოდეთ. სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურზე საუბარი, მანქანიდან საუბარი, მზის სათვალეების ტარება და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა. მაგრამ თუ ასეთ მდგომარეობაში აღმოაჩენთ პატრულს, თქვენ შეგიძლიათ გენერალურ ინსპექციაში გაასაჩივროთ. მაგრამ მარიამ ამ ბოლო დროს ყველა პატრულს უკეთია კამერა, რომელიც მუდმივად ჩართულია. ისინი გაფრთხილებას არ აძლევენ, რომ ცუდად მოიქცნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან ეს კამერა მათაც ავალდებულებს და ჩვენც და უფრო ჩვენ სინდის კი არ ვართ უკვე დამოაკიდებული არამედ ფაქტებზე ვიცით რომ ეს იწერება და აქედან გამომდინარე მე მიხადაგებდა სახს იმ ქვითრის გამო რომ ხელი არ მომიწერია ეს არის უკანონობა თუ თქვენ არ გქონდათ ჩაბარებული თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ თუ არ არის გავიდა ხანდაზმულობის ნანიკო ყოველთვის მოდიხარ სუგვიან მოდიხარ რაღაცა კრიმინალური ისტორიები ჩვენ ერთი რამ ვისწავლეთ ჩვენი რუბრიკების დროს მე მგონი ვისწავლეთ რომ ნებისმიერი ჩვენი უფლების დარღვევა, ჩვენი მოთხოვნის უფლების წარმოშობა და ასე შემდეგ არ უნდა გაუშვათ რომ არსებობს კანონიკეუბნება, არსებობს რაღაც ვადა, ამ ვადაში მომართე და მე შენ გიშველ და ნუ გავიწყდებათ რომ ეს ვადები არ გაუშვათ ხელიდან. დაიცვათ თქვენი ჯარიმის შემთხვევაში 6 თვე ხელში არ ჩამბარდა. თუ არ ჩაგბარდა, შემდეგ უქმდება აგრეთვე თუ არ მოაწერე ხელი, არაფერიც არ გადაიხადო. თუ
თუ დაირღვა უფლებები და არ ეთანხმები, იქვე აღნიშნო და შემდეგ 10 დღის ვადაში გაასაჩიურო. ზემდგომი ორგანო პოლიციელის ქცევის ესე გასაჩივრებისთვის არის გენერალური ინსპექცია. აქ შეგიძლიათ მიმართოთ საჩივრით და თუ ვინმე დაარღვია თქვენი უფლებები და არასწორად იქცეოდა პატრულის თანამშრომელი, შეურაცხყოფა მოგაყენათ ან ზედმეტი იყო, აქ შეგიძლიათ გაასაჩივროთ. ნახე, რამდენი რამე გავიგეთ ჩვენი უფლებების შესახებ. აგრეთვე შემდეგ უკვე მიმართათ სასამართლოს, მაპატეთ რომ ამოიწურა. მე ძალიან დაგემშვიდობ.